სახაროვა საქართველოს მთავრობას თბილისში გამართული ანტირუსული აქციის მონაწილე პირების დასჯას თხოვს. ვიმედოვნებთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის შეფასებას მისცემენ რადიკალების ქმედებებს, ამბობს კრემლის წარმომადგენელი მოქალაქეებზე, რომლებმაც თბილისში ოკუპანტების მიერ რუსული დღის აღნიშვნა გააპროტესტეს. სახაროვა აქციის მონაწილეებს ექსტრემისტებსაც უწოდებს და ამტკიცებს, რომ რუსეთის ენის დღე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ვერა ივანიშვილზე დაწერილი სტატუსის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო. რადიო თავისუფლების ცნობით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო 33 წლის გიორგი გოგია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება. ორიგი სასამართლოს ხდომა 26 ივნისს ჩაინიშნა. მე წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია, წერს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ია დარახველიძე. მას დღეს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პარალელურად კი ქვეყნის მასშტაბით მასზე ძებნა გამოცხადდა. დარახველიძის პოსტიდან ირკვევა, რომ მან ქვეყანა უკვე დატოვა. ამის შემდეგ სავარაუდოდ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში წყლის დონეების საშიშ ნიშნულამდე მატება. წყალმოვარდნები ასევე მეწყრულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს. აღნიშნულია განცხადებაში.